ის რომ პელაზგებმა ეგვიპტიდან გადაიღეს ღვთაებათა დიდი ნაწილი, ამის საფუძველი ეგვიპტესთან კრეტელი პელაზგების მჭიდრო სავაჭრო და კულტურული ურთიერთობა იყო. ამის თაობაზე ალექსანდრე წერეთელი წერდა: შედარებით უფრო ფართო ყოფილა კრეტის ურთიერთობა ძველ ეგვიპტესთან, განსაკუთრებით მე-12 დინასტიის ეპოქიდან 1740 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე. სხვათა შორის ფაიუმის ოაზისის იმ დროის ფენაში აღმოაჩინეს კამარესის სტილის ჭურჭელი, ხოლო იმავე დინასტიის ფარაონ ამენემხტეს მესამის დროს 1849-1801 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე ლექსორის მახლობლად ზემო ეგვიპტეში მიწაში ჩაუფლავთ ძვირფასი კრეტული ნივთების მთელი განძი. უფრო ინტენსიურია კრეტის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობა ეგვიპტესთან თებეს მე-18 დინასტიის ხანაში 1584-1388 წლები. საერთოდ მე-18 დინასტიის ხანაში ეგვიპტის სავაჭრო და კულტურული კავშირი საბერძნეთთან არამც თუ შეწყვეტილია, არამედ გაფართოებული. ამაზე მიგვითითებს სხვათა შორის კნოსის სასახლეში, როდოსსა და კვიპროსში მრავლად აღმოჩენილი ეგვიპტური ხელოსნობის ნაწარმები. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ეგვიპტიდან ეგეოსის ზღვის რაიონში შემოჰქონდათ ოქრო, სპილოს ძვალი, ქვის ჭურჭელი, ქაშანურისა და საერთოდ მხატვრული ხელოსნობის ნაწარმები. თვითონ ეგვიპტეში ნუბიამდე აღმოჩენილ იქნა ეგეოსური საგნები. ამ ხრივ ეგვიპტურ სამარხებზე ხშირად აღბეჭდილა ეგეოსელი ვაჭრები და მოხარკეები, რომლებიც მხარზურგით მიეზიდებიან სხვადასხვა სახის ეგეოსურ საქონელს. ამ სამარხების სურათებში ვამჩნევთ აგრეთვე კაპტისა და დიდი ზღვის კუნძულთა მაგნატებს. კეფტიუ კაპტი კრეტელების აღმნიშვნელ სახელად არის მიღებული. ზემოთქმულს დაუმატებთ, რომ არსებობს ეგვიპტური ნახატი კაპტის წარმომადგენლისა, რომელსაც ხელში ხარის თავიანი ამფორა უჭირავს.
ცხადია 700 წლის განმავლობაში ინტენსიურად წარმართული ურთიერთობები განსხვავებული ხასიათისა იყო. ის კრეტის მინოსური სახელმწიფოს ძლიერების ხანასაც მოიცავს და სანტორინ სტრონგილეს ამოფრქვევის შემდგომ პერიოდსაც, როდესაც დასუსტებული კრეტის საზღვაო სახელმწიფო ეგვიპტელთა მოხარკე ხდება და ამავე დროს ბერძნული ტომების ექსპანსიის ობიექტად იქცევა, რასაც მოჰყვა კრეტის საკმაოდ შეთხელებული პროტოქართველური მოსახლეობის ასიმილირება იქ ჩასახლებულ ბერძნების მიერ, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა, კრეტელმა პელასგებმა შეითვისეს ეგვიპტური რელიგია და მისი გაპელასგურებით საფუძველი ჩაუყარეს ჯერ ეგეიდის პროტოქართველური მოსახლეობის რელიგიისა და მითოლოგიის გამდიდრებას და გამრავალფეროვნებას, ხოლო შემდეგ ამაზე დაფუძნდა ბერძნული რელიგია, მითოლოგია და აზროვნება. მეცნიერთა აზრით, ნილოსის დელტაში პროტოქართველური ტომები ყოფილან დასახლებულნი, რაც გიორგი კვაშილავას ხსენებულ რუკაზე ჩანს. შესაძლოა, მათაც ეთამაშოთ მნიშვნელოვანი როლი ეგვიპტური რელიგიის ეგეიდელი პელასგების მიერ გაცნობის საქმეში. ანუ დასაშვებად მიმაჩნია, რომ ამ პროტოქართველურ ტომებს შუამავლის საქმე გაეკეთებინათ. თუმცა ნილოსის დელტაში ჩვენ შორეულ თანატომელთა ერდროს არსებობის ფაქტები შეიძლება ერთი არასწორი დასკვნის გაბათილებასაც შეუწყოს ხელი. საქმე ის გახლავთ, რომ ჰეროდოტეს თავის ისტორიაში აღწერილი აქვს ეგვიპტელი ფარაონის სესოტრისის საარაკო ლაშქრობები, რომელსაც თითქოს იმ დროს ცნობილი სამყაროს ნახევარი დაეპყროს. ამას ქურუმები მიყვებოდნენ, წერს ისტორიის მამა და შორს მიმავალ დასკვნას აკეთებს, კერძოდ კოლხთა წარმომავლობის თაობაზე. მან ეს გააკეთა და გადაიარა ხმელეთი, ვიდრე აზიიდან ევროპაში არ გადავიდა და დაიმორჩილა სკვითები და თრაკიელები. მე ვფიქრობ, რომ ის უშორესი ადგილი, სანამდეც მივიდა ეგვიპტელთა ლაშქარი, სწორედ აქ იყო, რადგან ამათ ქვეყანაში კიდევ ჩანს მათ მიერ დაყენებული სვეტები, ხოლო ამათზე უფრო შორს კი აღარ არის. აქედან შემობრუნდა და უკან წავიდა. შემდეგ მდინარე ფასისთან იყო. მე არ შემიძლია დაჯერებით იმის თქმა, რომ ამ ადგილას თვით მეფე სესოსტრისმა გამოჰყო თავისი ლაშქარის რაღაც ნაწილი და დატოვა აქ, ამ ქვეყნის მცხოვრებად. ან კიდევ იმისი, რომ ზოგიერთი ჯარისკაცთაგანი გადაღლილი ხეტიალობით დარჩა მდინარე ფაზისთან. მაგრამ ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ისე ვიტყოდით და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს. კოლხელებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტრისის ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემანები არიან და ხუჭუჭთმიანები, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები, მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებდნენ წინდაცვეთას, ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც თვითონ ამბობენ ეგვიპტელებისაგან, ხოლო სირიელები, რომლებიც მდინარე თერმოდონთან და პართენიოსთან ცხოვრობენ და მაკრონები, რომლებიც მათი მეზობლები არიან, ამბობენ, რომ კოლხთაგან ისწავლეს ეს ახლახან. მხოლოდ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც წინდაცვეთას ახდენდნენ და ჩანს, რომ
ესენიც ეგვიპტელების მსგავსად აკეთებენ ამას, ხოლო ეგვიპტელთა და ეთიოპელთა შესახებ არ შემიძლია ვთქვა, თუ რომელმა ისწავლა ამ ორ შორის მეორისაგან. რაღაცა ძალიან ძველი ჩანს ორივეგან, ხოლო იმის დიდ საბუთად, რომ ხალხმა ეს ეგვიპტელთაგან ისწავლეს მათთან შერევის საფუძველზე, მეჩვენება შემდეგი. ის ფინიკიელები, რომლებიც ელადასთან ურთიერთობაში არიან, აღარ ბაძავენ ეგვიპტელებს ამ საქმეში, რაც სარცხვინელს ეხება და შვილების წინდაცვეთას აღარ ეწევიან. ჰეროდოტეს ჰიპოთეზა კოლხების ეგვიპტური წარმოშობის შესახებ ეფუძნება ლეგენდას ფარაონ სესოტრისის ჩრდილოეთით ლაშქრობის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ძველი წელთაღრიცხვით მე-13 საუკუნეში უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ამბავი დაუჯერებელია იმის გამო, რომ ეგვიპტელთა ომების შესახებ არსებული ცნობებით ვიცით, მათი ლაშქარი ჩრდილოეთით ისე შორს არასოდეს წაწეულა, რომ კოლხეთამდე მიეღწია. აღარაფერს ვამბობ სკვითებისა და თრაკიელების დაპყრობაზე. ეგვიპტელთა ჩრდილოეთით დაწყებული ლაშქრობები სირია-პალესტინის დაპყრობისათვის ხეთებთან ბრძოლას შეეხება და ის იწყება ძველი წელთაღრიცხვით მე-14 საუკუნეში, როცა ეგვიპტის ახალი სამეფო ძლიერდება. ოღონდ უშუალო სამხედრო კონფლიქტს ერთი ტრაგიკული ისტორია უძღოდა წინ. ამბობენ, ეგვიპტის ახალგაზრდა ფარაონი ტუტანჰამონი ქურუმებმა მოწამლესო. რა იყო ამის მიზეზი უცნობია, მაგრამ მისმა ქვრივმა ახალგაზრდა დედოფალმა აჰესუნამუნმა, რომელიც ამის შემდეგ ქვეშევრდომებს აღარ ენდობოდა, მადამი თავისი ანტიპატია იმით გამოხატა, რომ ხეთების მეფეს სუფრილილიუმას წერილი გაუგზავნა. ქმარი ჩემი გარდაიცვალა, ვაჟი კი არ ამყავს. შენზე ამბობენ, ბევრი ძე ჰყავსო. შენ რომ გამომიგზავნო ერთ-ერთი შენი ძეთაგანი, იგი ჩემი ქმარი გახდება. მე არაფრით არავიყვან ქმარს ქვეშევრდომთაგან. ხეთების მეფისთვის ეს წინადადება მომგებიანი იყო, რადგან ეგვიპტესთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების საწინდარი იქნებოდა და ერთი თავისი შვილი მართლაც გაგზავნა ეგვიპტეში, მაგრამ უფლისწული გზაში მოკლეს ანტიხეთური პარტიის წარმომადგენელმა ეგვიპტელებმა. ამ არასასიამოვნო ინციდენტს არ შეიძლება არ დაეძაბა ხეთებ ეგვიპტელთა ურთიერთობა და ეგვიპტის მიერ სირია-პალესტინის დაპყრობის ცდას, რასაც თავისი მეფობის 20 წელი შესწირა ფარაონმა თუთმოს მესამემ, მტრულად არ შეხვედროდნენ. ეს აშკარა გახდა, როცა ფარაონმა რამზეს მეორემ ძველი წელთაღრიცხვით 1312 წელს დაიწყო ომი სირიის საბოლოოდ დასაპყრობად, მაგრამ დააწყდა ხეთების მეფის მუვათალის ძლიერ წინააღმდეგობას, რომელიც ასევე ექსპანსიონისტურ პოლიტიკას აწარმოებდა სირიის მიმართ. იმავე წელს ეგვიპტელები ქალაქ ქადეშთან ბრძოლაში დამარცხდნენ. ეგვიპტე ხეთების ომი კიდევ 16 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1296 წელს დამთავრდა სირიის გაყოფით. ჩრდილოეთი სირია ხეთებს გადაეცათ, სამხრეთი კი ეგვიპტელებს. ასე რომ ეგვიპტელებმა ნამდვილად ვერ შეძლეს სირიას გასცდენოდნენ, არათუ ის, რომ შავი ზღვისთვის მიეღწიათ. საინტერესოა, რომ საკუთარი ჰიპოთეზის უარყოფას არაპირდაპირ თავად ჰეროდოტეც ახდენს, როცა ზემოხსენებული ფარაონის მიერ ქვეყნების დაპყრობის აღმნიშვნელი სვეტების აღმართვის თაობაზე ლაპარაკობს.
მეტი წილის სვეტებისა, რომლებიც დააყენა სხვადასხვა ქვეყნებში ეგვიპტის მეფემ სესოტრისმა, აღარ ჩანს, ხოლო პალესტინის სირიაში ჩემი თვალით ვნახე ისინი. წარწერაც ისეთი ჰქონდა, როგორც ვთქვი და ზედ ქალის სარცხვინელიც იყო გამოსახული. არაპირდაპირი უარყოფა იმაში მდგომარეობს, რომ ჭეშმარიტების დასადგენად საკმარისია ამ ნათქვამის ლოგიკური გააზრება. ეგვიპტელთა დაპყრობათა აღმნიშვნელი სვეტები იქ შემორჩა, სადაც მათ ილაშქრეს და გამარჯვების ნიშნად სვეტები აღმართეს, ანუ პალესტინის სირიაში, ხოლო იქ სადაც არ ულაშქრიათ, არც სვეტები დაუდგამთ. ამიტომ სრულიად ფუჭი საქმე იქნება თრაკიაში, სკვითეთსა და კოლხეთში ამ სვეტების ძებნა. მიუბრუნდეთ ნილოსის დელტაში ჩასახლებულ პროტოქართველებს. მე არ ვიცი ისინი იქ როდის მოხვდნენ. დიდი პასიონარული ბიძგის დროს დაწყებული პროტოქართველური ტომების განსახლებისას თუ სანტორინ სტრონგილეს ამოფრქვევის შემდეგ კრეტიდან გადმოხვეწილი პელაზგები იყვნენ, რომელთაც ბუნებრივი კატაკლიზმების გამო იქაურობის მიტოვება მოუხდათ. ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს დარჩნენ იქ პროტოქართველები. ცხადია, მათი ნაწილი დროთა განმავლობაში ეგვიპტელებთან ასიმილირებული იქნებოდა, სხვა ნაწილი კი დატოვებდა ეგვიპტეს. მე გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ამათგან მცირე ჯგუფი მაინც მოაღწევდა კოლხეთამდე და მოიტანდა ნილოსის ნაპირებთან შეთვისებულ ეგვიპტურ კულტურას. როგორც ჩანს, ჰეროდოტე ამათ შთამომავლებს გადააწყდა ფაზისის ნაპირებზე. ამ ეგვიპტელ კოლხებს ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში ჯერ კიდევ შენარჩუნებული უნდა ჰქონოდათ ეგვიპტური ტრადიციები და ცხოვრების წესი, რა კი ისტორიის მამას ისინი ეგვიპტელ ჯარისკაცთა შთამომავლები ეგონა. ვფიქრობ, ჰეროდოტეს ჰიპოთეზა ეფუძნება არა ეგვიპტელებისა და კოლხების ეთნიკური კონტაქტის, არამედ კულტურათა დიალოგის შედეგს. მაგრამ მიუბრუნდეთ კრეტა მიკენის, ანუ ატლანტისის კლასიკურ კულტურას. რადგან ისიც, რაზეც ახლა ვსაუბრობდით, ატლანტური კულტურაა, პროტოქართველები და მათი კულტურათა დიალოგი ეგვიპტელებთან ნილოსის დელტასა და ფაზისის ნაპირებთან, ოღონდ პერიფერიული. ცნობილი მეცნიერის ლიხტენბერგის წიგნში წინაისტორიული საბერძნეთი არის ერთი თავი, რომელსაც სულიერი კულტურა ეწოდება და მასში კრეტელთა რელიგიური და მითოლოგიური პერსონაჟების გამოსახვის ფორმებზეა ლაპარაკი. ეგეოსური კულტურის სფეროში უძველეს რელიგიურ ძეგლებს წარმოადგენს შიშველი ქალღმერთის გამოსახულება, რომელშიაც ხაზგასმულია დედობრიობის იდეა. ფრიად მრავალფეროვანია ეგეოსური კულტურის გამოსახულებები. ეს ქვის პატარა ფირფიტებია, რომლებზეც ადამიანის გამოსახულება ხშირად ერთობ მიახლოებითია. მას აქვს ვიოლინოს მსგავსი ფორმა, სადაც მხოლოდ მოხაზულია ადამიანის სახის ნაკვთები, სადაც არასოდეს არ არის აღნიშნული პირი, აღნიშნულია მძივი. კრეტაზე და მიკენის ბეჭდებსა და სხვადასხვა ქვებზე ხშირადაა გამოსახული ხეთა კულტის სცენები. არც თუ იშვიათად გამოსახულია მამაკაცი, რომელიც მუხლმოყრილის პოზას მოგვაგონებს. მას ჩაუჭიდია ხისთვის ხელი და თავისკენ გადაუხრია. ამასთან იქ არის ერთი ან ორი ქალი, ერთი მათგანი ცეკვავს, მეორე კი საკურთხეველზეა დახრილი. ამ ქალის ზემოთ მცენარეებია გამოსახული. ქვებზე ხშირად ხვდებით ყოველგვარი სახის დემონების გამოსახულებებს. მათი აღრეული ფორმები შედგება ადამიანისა და ცხოველთა ფიგურებისაგან. არა იშვიათად გამოსახავენ ნახევრად კაცისა და ნახევრად ხარის ფიგურასაც. აქ აშკარად საქმე გვაქვს მინოტავრთან,
რომელიც კარგადაა ცნობილი თეზევსთან დაკავშირებული მითებითა და გადმოცემებით. ჩვენ ყურადღებას კიდევ მივაქცევთ ხარის მნიშვნელობას. ასეთი დემონების სხეულის ნაწილების შეხამება მათი მითოლოგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე დღემდე რჩება გაურკვეველი. ჩვენ ვხედავთ ჩაცუცქულ ფიგურას ხარის თავით და გრძელი კუდით. მის მარცხენა ხელის მტევანს აქვს ტოტის შეხედულებაც. წინიდან კი მას დაკიდული აქვს ქალის მკერდი, გასაოცრად გრძელი. ერთ-ერთ საბეჭდავზე გამოსახულია მცენარე და რძიანი მკერდი. ეს ამკვიდრებს კავშირს ადამიან ხარსა და მცენარეთა სამეფოს შორის. ამას გარდა თიხის საბეჭდავებზე გვხვდება სათითაოდ გამოსახული ხარის თავის ქალები, ან ფრთოსანი, ან ისეთი რქები, რომლებიც მთავრდება სხვა ცხოველების თავებით. სხვა შერეული შეხამება შედგება ფრთიანი მამაკაცის ფიგურებისაგან, ცხვრისა თუ ფრინველის თავით. ბევრი მსგავსი საბეჭდავი ხარის თავი იქნა ნაპოვნი კატოს ზარკოს მახლობლად კრეტაზე. ხშირად გემაზე, ნახატში მხრებით ეზიდებიან მოკლულ ცხოველებს, ხარებს ან ირმებს. სხვა გემაზე დემონი გამოხატულია მშვიდად მდგარი ხარის უკან, რომელსაც რქაზე ეკაჩება. ცნობილია ვერცხლის ხარის თავი მიკენიდან, მოოქროვილი რქებით, რომელიც ერთ-დროს წარმოადგენდა სკიპტრისა თუ ღირსების აღმნიშნულ სხვა ნიშნის ნაწილს. რქებს შორის ნახრეტი აქვს. ორმაგი ცული ხარის თავის ქალებზე სავარაუდოდ მიუთითებს მამაკაცის სქესის მქონე ღვთაებას. ასეთ შემთხვევაში მოგვიხდება ხარი გავაზიაროთ არა მისი ასტრალური მნიშვნელობით, არამედ მამაკაცური სიმბოლოს როლში, წარმოებლურ ძალად. უძველეს დროს კულტის მსახურებისას დიდი როლი ენიჭებოდა მუსიკასა და ცეკვას. ჩვენს მიერ განხილული თასების სურათებს გაიაზრებდნენ როგორც ხარებზე ნადირობის გამოსახულებას. ვფიქრობ, ერთ-ერთ გამოსახულებაზე მამაკაცი მისდევს ცხოველს. მამაკაცი მაგრად ჩაულია ხელი ხარისთვის, რომელიც მოცემულ ვითარებაში მშვიდად დგას, მაშინ როცა სხვა კაცი ცხოველის ზურგს ზედევლება. ასეა დანარჩენ საგნებზეც. ხარს მოუკეცავს ფეხები, წყნარად წევს მიწაზე, მაშინ როცა კაცს ჩაუვლია მისთვის რქებში ხელი და უნდა ზედ გადაახტეს. ეს სრულიად ნათლად მიუთითებს, რომ ამ გამოსახულებაში უნდა დავინახოთ მიჩვეული და ალბათ სპეციალურად გაწვრთნილი ხარები, რომელზედაც ახორციელებდნენ ტანმოვარჯიშეები სავარჯიშოებს. ჩასწუდე ამ სურათების ჭეშმარიტ აზრს არც ისე ძნელია, რადგან ბევრი მითი მოგვითხრობს გმირების შესახებ. შენობას წარმოადგენს კრეტის ლაბირინთი, რომელშიც თეზევსმა დაამარცხა მინოტავრი, ხარისთავიანი ურჩხული. კულტის მსახურებისას დაიწყეს მითების მიხედვით წარმოდგენების მოწყობა. მითებს გაითამაშებდნენ ხალხური სიმბოლოებით, ხოლო როცა მზის წელიწადის კალენდარული აღრიცხვა შემოიღეს, ამ სიმბოლური წარმოდგენების შესრულება დაიწყეს წლის დასაწყისის საზეიმო დღესასწაულზე. უმთავრესი მომენტი ამ წარმოდგენებისა იყო ადამიანის გამარჯვება ხარის მაგვარ ურჩხულზე და გმირის თანმხლებთა საფერხულო ცეკვა, რომელიც თითქოს ასახავდა ლაბირინთის მიხვეულ-მოხვეულ გასასვლელებში მოძრაობას. არსებობს კიდევ უფრო ძველი მხატვრული გამოსახულებები. ეს უპირველეს ყოვლისა გაწვრთნილ ხარებთან ბრძოლის ეგეოსური სურათია და მეორე ფერხულის გამოსახულება, რომლის თაობაზეც მოგვითხრობენ მითები. მაშასე, ლიხტენბერგი,
მიმოიხილავს კრეტის რელიგიასა და კულტურას. მან კუნძულის თითქმის მთელი რელიგიური ცხოვრების გზას გაადევნა თვალი, გვესაუბრა უძველესი დროის ქალღმერთებისა და მცენარეთა გაღმერთების შესახებ, რისი სურათებიც კრეტის სახვითმა ხელოვნებამ შემოგვინახა. ამას შემდეგ ხარის კულტის ამსახველი გამოსახულებები მოჰყვა. ამასთან მეტად დიდი რაოდენობით, რაც ამ კულტის მნიშვნელობაზე მიუთითებს. მიუბრუნდეთ ქალღმერთებს. ეს უდაოდ რეას გამოსახულებებია, რომელმაც შვა ზევსი კრეტაზე. ამბობენ, რომ აზიაში წარმოშობილი დიდი დედის, კიბელას კულტი კრეტაზე რეას კულტს შეერწყა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, რეას კულტი კრეტაზე უძველესი ჩანს. გავიხსენოთ კრონოსის სასახლეში ნაპოვნი სპილოს ძვლისა და ოქროს ქანდაკება ქალღმერთი გველებით. ის ძველი წელთაღრიცხვით მეორე 1000 წლეულის შუახანებისაა და საბუთია იმისა, რომ ქალღმერთის კულტი კრეტის პანთეონის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. საყურადღებოა ფაქტი, რეას თაყვანს სცემდნენ არა მხოლოდ კრეტელი პროტოქართველები, არამედ მათი საქართველოში, კერძოდ კოლხეთში დარჩენილი თანამოძმენი. ამის შესახებ წერს რომაელი სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი ფლავიუს არიანე. ფაზისში რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია ფაზისელი ქალღმერთის ქანდაკება. გარეგნობის მიხედვით ის ჰგავს რეას, რადგან ხელში წინწილა უჭირავს. მისი სავარძლის წინ წვანა ლომები და თვით ის ისევე ზის, როგორც ფიდიასის ქანდაკება ათენის მეტროონში. არიანე არ გვამცნობს იმას, თუ როდიდან იდგა რეას ქანდაკება ფაზისის შესასვლელში. თავის თხზულებაში მოგზაურობა შავი ზღვის გასწვრივ, ანუ სხვაგვარად პერიპლუსი, არიანემ დაწერა ახალი წელთაღრიცხვით 130-131 წლებში, მაგრამ სრულიად ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ რეას, ანუ დიდი დედის, ზოგადად ნაყოფიერების ქალღმერთის კულტი პროტოქართველურ ტომებში სულ ცოტა მატრიარქის დროს უნდა ჩასახულიყო, თუ უფრო ადრე არა. როგორც ვნახეთ, კრეტაზე ბევრია ზემოხსენებული კულტის ამსახველი გამოსახულებანი. კრეტის სარწმუნოებას ემჩნევა ხის კულტიც, დენდროლატრია. ხის კულტი, როგორც ჩანს, პროტოქართველური ტომებისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. გავიხსენოთ თრიალეთში ყორღანის გათხრისას ნაპოვნი მთლიანი ვერცხლისაგან გამოჭედილი ცილინდრული თასი ორი ჭედური ფრიზით. ქვედაზე გამოსახულია ერთი მეორეს წინ მიმავალი ხვადი და ფური ირმები. ზემო რიგში კი ღვთაებათა 23 ანთრომორფული გამოსახულება, ორი ძაღლი, კიდევ რამდენიმე საგანი და სიცოცხლისა და ნაყოფიერების ხე. ეს საკულტო ხის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულებაა და ძველი წელთაღრიცხვით მეორე 1000 წლეულის შუახანებს მიეკუთვნება. კრეტაზე უხვად ნაპოვნ ხარისა და აკრობატების გამოსახულებებს ასევე ეძებნება პარალელი ქართულ სპორტულ შეჯიბრებებთან. როგორც ჩანს, თავიდან ხართან ბრძოლა მიწადმოქმედების ღვთაებისადმი მიძღვნილი საკულტო რიტუალი იყო კრეტაზე. დროთა განმავლობაში რიტუალმა თავდაპირველი რელიგიური ხასიათი დაკარგა და მინოსური კრეტის მაღალ განვითარებული კულტურის პირობებში მოიპოვა დანიშნულება საცირკო წარმოდგენის. ერთგვარი მძაფრი შეგრძნებების მომგვრელი სანახაობისა
როდესაც კარგად ნავარჯიშები აკრობატები გააფთრებულ და გაქანებულ ხარს რქებში ხელს ჩაავლებდნენ და ზედ გადაევლებოდნენ. ალბათ თავიდან ხარი ველური იყო, მაგრამ სავარაუდოა, რომ რამდენადაც ხართან შერკინებამ უფრო თეატრალური ხასიათი მიიღო, ასპარეზობაში მონაწილე ხარები სათანადოდ გაწრთნილნი იქნებოდნენ. ხართან აკრობატების ვარჯიშობანი იმდენად პოპულარული კრეტული სანახაობა იყო და ამასთან თუ მისი წარმოშობის საკულტო საწყისებსაც გავითვალისწინებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს არც ხართან ვარჯიშის გამოსახულებათა სიმრავლე და არც ის, რომ ამ მოქმედების ამსახავი ფრესკა კნოსოსის სასახლეშია გამოსახული. ხართან შებრძოლების საკულტო რიტუალი საქართველოში, კერძოდ კოლხეთში, ხალხურ სპორტულ სანახაობად კურულად გადაიქცა. ამ ტრადიციის შესახებ ცნობილი ქართველი ეთნოგრაფი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია წერდა: სამიწათ მოქმედო კულტურის განვითარების უძველეს საფეხურზე მიუთითებს მასალები ხარის შესახებაც. ქართულ ხალხურ პოეზიაში ხარი წარმოდგენილია მიწად მოქმედების ფუძემდებლად. ძველი კოლხები მამაკაცს მაღლა ხეზე გადმოკიდებულ ხარის ტყავში მარხავდნენ. სვანები წმინდა ბუღა ვისხვებს მიაწერდნენ ღვთაებრივ გამანაყოფიერებელ ძალას. ვისხვის კულტთან დაკავშირებული იყო რიგი აკრძალვებისა. არ შეიძლებოდა მისი ცუდი სიტყვით მოხსენიება, მისი თავისუფლების შეზღუდვა. მას არ კოდავდნენ და უღელში არ აბამდნენ. თავისუფლად გაშვებული ვისხვა ბუღა ველურდებოდა. ამასთანავე საზოგადოება, სადაც იყო ვისხვა, თავს ავისსულებისაგან დაცულად თვლიდა. ამასთანავე ვარაუდობდნენ, რომ ვისხვა ცხოველთა გამრავლების, წველადობისა და ყოველგვარი დოვლათის გადიდებას უწყობდა ხელს. სვანებთან ადგილი ჰქონდა აგრეთვე წმინდა ხართან ბრძოლასაც. უაღრესად ფასოვანია ის მასალები, რომლებიც ბუღებთან შეჯიბრებას გამოხატავს. სამეგრელოში ძველად გავრცელებული იყო კურული სახელწოდებით. კურული წარმოადგენდა ხალხური სპორტის ერთ-ერთ სახეს, რომელიც კვირადღეს იმართებოდა სოფლის მახლობლად მოედანზე. სპეციალურად მომზადებულ და გაწვრთნილ ბუღას აბამდნენ მოედნის ცენტრში დასმულ პალოზე და ორი კაცი იწყებდა მის გამოჯავრებას. ამასთანავე სასტიკად იცავდნენ ბუღასთან მოქცევის წესებს. მას მხოლოდ სხეულის გარკვეულ ნაწილებში წდებოდნენ, რქებსა, ყურებსა, ბეჭებსა და ზურგში. უკიდურესობამდე გაღიზიანებულ ბუღას აუშვებდნენ და ერთ-ერთ მებრძოლთაგანი შეებრძოლებოდა მას. გააფთრებულ ბუღას შემოტევათა მოგერიებასთან ერთად მას უნდა შეებოჭა და წაექცია იგი მიწაზე. იმავე საღამოს ბუღასთან შეჭიდების ადგილზე იმართებოდა შეჯიბრება ჭიდაობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სპორტული სანახაობა კურული ბუღასთან შეჯიბრება უნდა ასახავდეს ხარის მოთვინიერებას იმ ბრძოლის მსგავსად, რომელსაც შუმერების გმირები გილგამეში და ენკიდუ გარეულ ხართან აწარმოებდნენ. კურული ასახავს ხარის წინააღმდეგ ადამიანის იმ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც წინ უსწრებდა მის მოშინაურებას. ეს მატრიარქატიდან პატრიარქატში გარდამავალი პერიოდია, როცა კოლხეთში თოხის მიწათ მოქმედება სპილენძ ბრინჯაოს ხანაში თავისი განვითარების უმაღლეს ფაზაში შედის. ამრიგად
უძველესი სამონადირეო რიტუალი ჯერ პროტოქართველურ ტომთა რწმენა წარმოდგენების ნაწილი გახდა, შემდეგ კი სპორტული სანახაობა, რაც კრეტის მინოსურ სახელმწიფოში თეატრალიზებულ სპორტულ სანახაობად იქცა ძველი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეულში. საქართველოში კი ის ხალხურ სპორტულ სანახაობად დარჩა და თითქმის 21 საუკუნემდე მოაღწია. კრეტის მინოსური სახელმწიფოს კულტურის ხასიათსა და მასშტაბებზე ყველაზე სრულ წარმოდგენას კნოსოსის დიდი სამეფო სასახლე ქმნის. ეს გახლავთ 20,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული 2 და 3 სართულიანი ნაგებობებისაგან შექმნილი სისტემა, რომლის ცენტრში 60 მეტრის სიგრძის და 29 მეტრის სიგანის შიდა ეზო იყო. ის სინათლეს აწვდიდა რიგ სათავსოებს, ამავე დროს აკავშირებდა კიდეც ერთმანეთთან სასახლის დარბაზებს, ოთახებს და დერეფნებს. ეს გრანდიოზული ნაგებობა თავისი უამრავი გადასასვლელით ნამდვილად ჰგავდა ლაბირინთს და დასაფიქრებელია, რომ მითს მინოტავრის პირქუში სამყოფელის შესახებ სწორედ კრეტის მეფეთა ამ შენობამ დაუდო საფუძველი, თუმცა თავად სასახლე ფრესკებით მორთული ოთახებით მეტისმეტად საზეიმოდ გამოიყურებოდა. დიდი სასახლეები კრეტელთა თვით გამოხატვის მნიშვნელოვანი ძეგლია, ისეთივე როგორც ეგვიპტელთათვის პირამიდები იყო. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ არქეოლოგები კრეტაზე სასახლეთა მნიშვნელობაში 3 ეტაპს გამოჰყოფენ და ეს პროცესი 700 წელი გაგრძელდა. პირველი პერიოდია ძველი წელთაღრიცხვით 1900-1700 წლები, მეორე ძველი წელთაღრიცხვით 1700-1400 წლები, მესამე კი ძველი წელთაღრიცხვით 1400-1150 წლები. ეს ინტენსიური მშენებლობა და ნაგებობათა მონუმენტური საზეიმო ხასიათი ვერ შეცვალა სანტორინ სტრონგილეს ვულკანის გამანადგურებელმა ამოფრქვევამაც, რომელმაც საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო მინოსური სახელმწიფოს დაცემას და კრეტელ პროტოქართველთა ეთნიკურ კატასტროფას.